გამარჯობა ჩემო მეგობრებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ერთი სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარებათ თქვენს სხეულში ენერგიის მოძრაობის გაუმჯობესებაში. დავაკვირდეთ ამ კაცუნას. მასზე დატანილია ყველა მერიდიანი, რომელთა საშუალებითაც ჩვენს ორგანიზმში მოძრაობენ ენერგიები და რომელთა საშუალებითაც ეს ენერგიები მიიტანება ყველა ჩვენ სასიცოცხლო ორგანოსთან. ასევე წერტილები, რომელზეც ზემოქმედებითაც აღწევენ ხოლმე დაავადებების განკურნებას. ამ მერიდიანების რაოდენობა, წერტილების რაოდენობა საკმაოდ რთული შესასწავლია, ამიტომ ტიბეტელებმა შემოგთავაზეს ცოტა უფრო გამარტივებული მეთოდი, რომელსაც მე დღეს თქვენ შემოგთავაზებთ. ყველა სახსართან არის წერტილების დიდი რაოდენობა, ბიოლოგიურად აქტიური წერტილების რაოდენობა. სავარჯიშო იწყება მარცხენა ხელით. ავიღოთ მარცხენა იდაყვი, შემოვაჭდოთ მარჯვენა ხელი და ეს ენერგიულად 4-5 ჯერ შემოვატაროთ, რომ ყველა წერტილი დავამასაჟოთ, ეს ხელში გამავალ თითქმის ყველა მერიდიანს გააქტიურებს. ამის შემდეგ გადავიდეთ მარცხენა ხელის მაჯაზე და მარცხენა ხელის მაჯაც ასევე დავამასაჟოთ აქ მდებარე აქტიური წერტილები. მალევე იგრძნობთ ხოლმე სითბოს. შემდეგ გადავდივართ მარჯვენა მაჯაზე და ვამასაჟებთ მარჯვენა იდაყვის აღსარზე და ვამასაჟებთ მარჯვენა იდაყვის აღსარს. კარგად უნდა შემოატაროთ, რომ არც ერთი წერტილი არ დაგრჩეთ, აქ მდებარე წერტილი არ დაგრჩეთ დაუმასაჟებელი. შემდეგ გადავალთ მარჯვენა ხელის მასაჟზე და ამასაც ასევე კარგად დავამასაჟებთ. შემდეგ გადავდივართ უკვე ქვემო კიდურებზე, ისევ მარცხენა მხარიდან ვიწყებთ, ორივე ხელს შემოვაწყობთ მარცხენა ქვემო კიდურის მუხლს და ვამასაჟებთ კარგად. შემდეგ მარცხენა კოჭწვივის აღსარს, შემდეგ მარჯვენა მუხლს და შემდეგ მარჯვენა კოჭწვივის აღსარს. როცა ამათ დავამთავრებთ, უკვე ძალიან საპასუხისმგებლო მომენტია, ორივე ხელი უნდა შემოვაჭდოთ კისერს და ისე ნაზი მოძრაობით, ისე რომ არაფერი ვიტკინოთ, მაგრამ კარგად დავიმასაჟოთ ჩვენი კისერი, ესეთი მოძრაობით დავიმასაჟებთ ხოლმე კისერს. საბოლოო მომენტი არის უკვე საფეთქლის არეების დამასაჟება, ეს კეთდება ასეთი მოძრაობით. ეხლა რაც გაგვიკეთებს ჩვენ ეს სავარჯიშო, როგორც გითხარით, გაუმჯობესებს მერიდიანებში ენერგიის მოძრაობას. მერიდიანებში ენერგიის მოძრაობის გაუმჯობესება კი ნიშნავს, რომ ყველა იმ ორგანოს მუშაობა გაუმჯობესდება, რომელსაც ეს მერიდიანები ამარაგებენ. კერძოდ ყველაზე ადრე ამ ვარჯიშის შედეგებს იგრძნობენ ადამიანები, რომელსაც აქვთ ხელფეხში სიცივის შეგრძნება, რომელსაც აქვთ თაობრუხვევები, თავის ტკივილები, რადგან სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებენ. შეიძლება ეს ღვიძლში რომ გაუმჯობესდა სისხლის მიმოქცევა, ეს მასე იოლად ვერ იგრძოთ, მაგრამ ქვემო კიდურებზე რომ გაიკეთებთ ამას და იქ სითბოს წავა და ისე აღარ გაუცივდება იმ ადამიანებს ფეხები, რომ ვინც ივარჯიშებს, ვის როგორც ადრე უცივდებოდა და გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, შეუმცირდება სახსრების ტკივილები, ის შედარებით უფრო ადრე იგრძნობს ამ შედეგებს. მოდი დღეს ამით დავამთავროთ მეგობრებო, ნუ დაგეზარებათ, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააკეთოთ, ნებისმიერი ოდენობით, ტელევიზორთან ზიხართ თუ ისე ჩვეულებრივად კრესლოში იკეთებთ, შედეგი
რა თქმა უნდა არ დააყოვნებს ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ კარგად ჯანდებოდეთ